წვიმა შენ არსად არ წახვალ გარეთ ვიღაც არის ამ დროს უცებამდენი წლის შემდეგ რომ მოხვედი რა მოხდა რა მოხდა ბოდიში აფაი მე შენ გითხარი რომ შენამდე აქ სტუმარი არ ყოფილა შენამდე აქ სტუმარი იყო და ახლაც აქ არის და აქედან თავის დაღწევა გაუჭირდება არავინ აქ იმისთვის რომ მოგისმინოს და შეწყვიტე გასაგებია მოკეტე შენ აძირალა მოკეტე ჯანდაბა მოკეტე თორემ ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებ საკუთარი თავის დანახვა გაგიჭირდება რა გონია სუსტი ვარ და ვერაფერს დაგიშავებ რაც შენ გამიკეთე მას შემდეგ მე რაც არ უნდა გაგიკეთო ცოტა იქნება გესმის ამდენი წყალი საკმარისია რომ შენ ცოცხალი დარჩე რა გონია აქ ჩემს გაჩერებას სამუდამოდ შეძლებ მაშინ სულელი ყოფილხარ იმ დღევანდელით დღესაც არ ვარ მარტო და არც მაშინ ყოფილ ვარ ვიღაც არის ვინც აქედან გამიყვანს იმას შეხედე ერთ დღეს აქედან გამოვალ აუცილებლად და როცა აქედან გამოვალ ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებ რომ მოვინდომო შემიძლია მოკლა გასაგებია და უფიქრებლად მოკლა ამიტომაც საბუთებზე ხელი მოაწერე არ მოვაწერ ხელს ერთი ციხიდან გამოსვლა და მეორეში მოხვედრა არ მინდა ჯობს აქედან გამიშვა თორემ ისეთ გაკვეთილს ჩაგიტარებ რომ სამუდამოდ გემახსოვრება მიხვდი თუ არა კი თუ არა ვინმე არის აქ რომ მომისმინოს ხმა მესმის მე მესმის რომ ვიღაც ლაპარაკობს ვინ არის აქ გამომიყვანეთ აქედან მე მან დამაბა გამომიყვანეთ აქედან გამომიყვანეთ როგორ ჩანს დღეს ჩვენი სახლი სასტუმროდ გადაიქცა გამარჯობა გოგონებო დევა ახლა მას რაღა უნდა ხო მითხარი შენ უნდა მითხრა მე რას აკეთებ მე დაკავებული ვარ არა მართლა სერიოზულად მე შენ გელოდებოდი საქმე აღარ მაქვს ამიტომ ბოდიში დევა ასე წვიმს გარეთ და გთხოვ გამიგე რა ხდება ბარქა ყველაფერი კარგად არის ხო ყველაფერი კარგად არის კარგი მოდი ჩაი დავლიოთ ერთად თან ფილმიც ჩამოვტვირთე და უყუროთ სხვას მაინც ვერაფერს გავაკეთებთ ამ წვიმაში იცი რა დევ ჩემს სახლში სტუმარია ასე რომ ვინ მოვიდა არავინ ისეთი კანიკი გარეთ წვიმს და დასარჩენად ადგილი არ ჰქონდა ამიტომ აქ მოვიდა მოვიფიქრე შენ და სია რატომ არ მიდიხართ ერთად ვახშამზე სიასთან ერთად მე ხომ მას არ შევხვედრილ ვარ და რა ვახშამი რა ერთად კარგად გაერთობით კარგი აზრია ახლავე გამოვიშვებ ვახშამზე პირობას მაძლევ ძალიან კარგია მე წავალ და სახლს მოვაწესრიგებ შენ სია გააფრთხილე სიას 5 წუთში გამოგზავნი
ნახვამდის. არა დაიცადე, შენ მე უკვე მაიძულებ. არაფერს არ გაიძულებ, სია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე შენ სულ გეხმარებოდი. მეხმარებოდი, მაგრამ როცა საჭირო იყო, მაშინ არა. დროს უმიზეზოდ მაკარგვინებ. იმ ინციდენტს თუ არ ჩათვლით, სია, მე შენ სულ გეხმარებოდი. იცი, კარგი, მე წავალ. შენ დარწმუნებული ხარ? ხო, დევთან წასვლა არ მინდა, მაგრამ უბრალოდ მინდა იმ აფაის მოვშორდე. მძულს ვერ ვიტან, წავალ, მოვემზადები მე. მაგრამ აფაი აქ არის. სიას დევთან გაგზავნით. მე აფაისთან სრულიად მარტო დავრჩი. ეს ძალიან ცუდია. მე წავალ. თუ რამე დაგჭირდება, ჭკუა გამოიყენე და დამირეკე, კარგი? მე მგონი დაგავიწყდა, არა? რაღაც უნდა მოგეტანა. ბოდიში, დევი მოვიდა და დევი? დევი, ჩემი მეგობარი, ჩვენ ერთად ვახშამი დავგეგმეთ. არა უშავს, სია გავგზავნე. არა უშავს, მარტო არ იქნები, დაძინებას არ ვაპირებ, მე ამაზე არ იდარდო. რას გულისხმობ? კარგი იქნება დროს ერთად თუ გავატარებთ. ჩემთან ერთად დალევ. კი. კარგი, შენ ცხოვრებაში არის ვინმე განსაკუთრებული? მეც ეს უნდა მეკითხა. მე უფრო ადრე შეგეკითხე. არა, რაც ადვოკატობას მოვეშვი, მას შემდეგ გარეთ აღარ გავდივარ. გარეთ გასვლას ვერ იდები. გასაგებია. და ახლა შენ არის ვინმე განსაკუთრებული? ხო, არის. ვინ? უაზრო სამსახური ძალიან განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ღამით მაინც მაღვიძებს. კარგი, ისეთი აღარ ხარ, როგორიც ადრე იყავი. ძალიან საინტერესო გახდი შენ. მადლობა. სხვა გამოსავალი არ მაქვს. საინტერესო მაინც ხომ უნდა გავხდე. იცი, ჩვენთვის ძალიან რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ეს ყველაფერი მისმა ქმარმა გააკეთა, იმიტომ რომ რაც მან გააკეთა, კანონის ფარგლებში გააკეთა. კარგი, თუ მე არ შემიძლია რომ დავამტკიცო, რომ ჩემი კლიენტის ქმარი დამნაშავეა, მაშინ დავამტკიცებ, რომ კანონი არასწორი. მართლა? ისე ამბობ, თითქოს ამის გაკეთება მარტივი იყოს? გაკეთება ადვილი არ არის, მაგრამ გაგება ადვილი. იცი, ტყვილი რაც არ უნდა ტყვილი იყოს. თუ მას სიმართლე დაგცევ, სიმართლე იქნება და სიმართლე, რაც არ უნდა სიმართლე იყოს, თუ მას ტყუილად დაგცევ, ტყვილი იქნება. ძალიან უცნაური გოგო ხარ, იცი, სასამართლოში რო შევხვედროდით, ვერ შევთანხმდებოდით. შენ ხარ ჩემი საუკეთესო მოწინააღმდეგე, ბარქა. შენ მე მოგენატრე? არა. მე მომენატრე. მართლა მომენატრე სასამართლოები და შენ ეს ყველაფერი ძალიან მომენატრა? ალო? რა მოხდა? არ ვიცი, უკვე მეორედ შემომივიდა ეს ზარი. ჩემი ტელეფონით შევამოწმო. ნომერი. არა უშავს, დაკავშირებასთან იქნება რაიმე პრობლემა. ღმერთო, ამას ისე ვიყენებ. ხო, ეს ჩემთვის განსაკუთრებულია. დიდი ხანი გავიდა, რაც ეს სიმღერა არ მომისმენია. შენ ის მოგწონს?
რა თქმა უნდა, მომწონს. ძველი დრო გავიხსენოთ? ეს მხოლოდ ერთი ცეკვაა, სამუდამოდ ხომ არ უნდა მეჭიროს მისი ხელი. მხოლოდ ერთი ცეკვა იქნება. ცოტა ხნის ამბავია. რას აკეთებ? ჩემთან ერთად დალევ? მე არ მიყვარს დალევა. ჩვენ ამდენი ხნის შემდეგ შეხვდით მხოლოდ ერთი ჭიქა, მიდი. მიდი. ბარქა, ხომ კარგად ხარ? კარგი, არა უშავს, მოდი. კარგი, არა უშავს, მე აქ ვარ. ბარქა, ჰეი. რა ხდება? კარგი, ბარქა, დამშვიდდი, არაფერია. არა უშავს, უკეთ ხარ. შენ კარგად ხარ? რა მოხდა? ჯანდაბა მე კაბაზე სასმელი გადავისხი. გამოვიცვლი და მოვალა. ფრთხილად იყავი. ვინ არის მეთქი მანდ? ბარქა. რა მოხდა? რა პრობლემაა? რა მოხდა? იქ ვიღაც არის. სადმე ვერავის ვხედავ, აქ არავინაა. დღეს საღამოს რაღაც არასწორი ხდება. წამლები გამითავდა, ვიღაც მირეკავს და არაფერს ამბობს. ვიღაცას ვხედავ, მაგრამ თან ვერ ვხედავ. და მერე რაღაც მოხდება. საკუჭნაოში ვიღაც არის, ვისაც ვერ გეუბნები. შენ უბრალოდ გეშინია, არაფერი მოხდება. მე ხომ აქ ვარ. ეს ყველაფერი მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია. ჰეი. არც ფანჯრის იმ მხარეს მინახავს რამე და არც ამ მხარეს, გასაგებია. კარგი, ახლა დამშვიდდი. აბაი? ვაუ, ძალიან კარგად გამოიყურები. წავედეთ გარეთ. ერთი წუთით. დიდი ხანია ასე ერთად არ ყოფილვართ. კარგია, არა. მარტონი რომ დავჭით. შენ მე რატომ არ მელაპარაკები, აფაი? მე შენ მომენატრე, შენთან დაკავშირებული ყველაფერი მომენატრა. აფაი და მელაპარაკე გთხოვ. აფაი გთხოვ და მე კონტაქტე, აფაი. შენ ჩემი მესიჯი მიიღე? რომელი მესიჯი? რაც მე შენ მოგწერე. მე შენი არანაირი მესიჯი რომ არ მახსოვს. შენ წადი, აფაი. შენს ოთახში წადი. ისედაც შენ აქ ჩემს ასატირებლად არ მოსულ ხარ და
არც ეს წვიმაა შენი ბრალი. მაგრამ რა ხდება? მითხარი მაინც. შეეშვია ფაი. ბარქა, დაიცადე. რა ხდება ისეთი, რომ შენ ჩემთან ლაპარაკის დროს ბრაზდები? მითხარი. შეეშვია ფაი. არ შევეშვები, უნდა მითხრა რა ხდება. რა გითხრა მე შენ, რომ შენ იმ დროს წახვედი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი და იმ სასამართლოს შემდეგ ერთხელაც არ გიფიქრია, როგორ ვიქნებოდი მე. ის მესიჯი, რომელიც შენ არც კი გახსოვს, ჩემი სისუსტის ხმა იყო. ბარქა, მომისმინე, მე არ თქვი. რა გონია შენი მესიჯი მოვისმინე და ისევ იქცევი, თითქოს არ მომისმენია. რატომ იხსენებ ისევ ძველ ამბებს? არ მინდა გახსენება, მაგრამ რომ გიყურებ, მახსენდება, ყველაფერი მახსენდება. მე არაფერი მიმიტოვებია, გაიხსენე. როდის იბრძოლე შენი კლიენტისთვის? მე არ მიბრძოლია, გესმის? იმიტომ რომ ცუდად ვიყავი, არაფერი შემეძლო. დღეს სია მიდგას გვერდით, გიშს მეძახის, შეშლილს მეძახის, მაგრამ შენსავით ხომ არ მივუტოვები ვარ. ჰეი, კარგი არა უშავს დამშვიდდი. თორემ თავი ისევ აქ ტკივდება, კარგი. რა იცი შენ ჩემი თავის ტკივილის შესახებ? გინდა გაიგო თავი რატომ ტკივა? რატომ გაწუხებს თავის ტკივილი? იმიტომ რომ თავის ტვინის კიბო მაქვს. რა? ამიტომაც ვერ ვაკეთებ ვერაფერს. სახლში გამოკეტილი ვარ. ბარქა, ანუ შენ კიბო გაქვს. ამის განკურნება ხომ უნდა შეიძლებოდეს. ჭრილობა არ არის რომ შეხორცდეს. ტკივილი არ არის რომ დამიამდეს. კიბოა. ოპერაციის გაკეთება ვცადე, ყველაფერი ვცადე, რაც შემეძლო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. შეიძლება რომ დავბრმავდე კიდეც. შენ შეიძლება დაბრმავდე? ექიმები ამბობენ, რომ წამლების დალევამ შეიძლება პროცესი შეაჩეროს. ჯერჯერობით არ ვკვდები, მაგრამ არავინ იცის, როდის მოვკვდები. და შენ ამის შესახებ როდის გაიგე? როცა მე და შენ უკანასკნელ საქმეზე მუშაობდით ერთად, მაშინ გავიგე. ღმერთო, ბარქა, მაპატიე, მართლა რომ ცოდნო და არ წავიდოდი შენგან. მაგრამ ახლა აქ ვარ. მენდე არასოდეს მიგატოვებ, დამიჯერე. შენ მხოლოდ სიბრალულის გამო ხარ ჩემთან აფაი. ეს კი არ მინდა რომ გებრალებოდე. უცებ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში. რა გინდა რომ დაგიჯერო და მერე ისევ გული მედგინოს? მე მესმის რომ შენთან ყოფნის უფლება დავკარგე. მე ჩემს ნივთებს მოვაგროვებ და წავალ. შენი სიტყვები არასოდეს არ უნდა დამეჯერებინა. შენთვის არ უნდა მომესმინა, მაგრამ რა მოხდა? სია და ასეთი სველი რატომ ხარ? დევი სად არის? დევი? არც მოსულა. მისი კარები დაკეტილი იყო, გესმის? მაგრამ ეს როგორ შეიძლება თავად მითხრა, რომ სახლში წავიდოდა და მოაწესრიგებდა სახლს. მე არ ვიცი მან რა გითხრა, მაგრამ არ გესმის, რასაც გეუბნები. დევი იქ არ იყო მეთქი, არა. არც მისი ნომერი ვიცოდი, შენ კი გირეკავდი, მაგრამ არ მიპასუხე. მაპატიე სია, ხალხის გულის ტკენაში ექსპერტი ხარ და ეს ყველაფერი პირველად არ გაგიკეთებია შენ. სია.
ნახვამდის. ნახვამდის საფაი. რამოდენიმე საათში ყველა ჭრილობა განმიახლია. მაგრამ ახლა კარგია რომ მიდიხარ. დევ? ხო ბარქა, სია არც კი მოსულა. რამდენი ხანია ველოდები, სად არის? რა სიზულელეებს ამბობ, სია იყო შენ სახლში, შენ არ იყავი სახლში. არა, ბარქა, მე დიდი ხანია ველოდები მას, მაგრამ არ მოსულა. უცნაური გოგოა. ბარქა, შენ ყველას ენდობი, დარწმუნებული ხარ, რომ ის ნდობის ღირსია? მოგვიანებით დაგირეკავ, სია. სია, შენ გელაპარაკები, გამოდი გარეთ. ხო, მოვდივარ, რა ხდება? მე შენ არასოდეს გაპატიებ, შენ მთელი ჩემი ცხოვრება გაანადგურე, შენს გამო მთელი ჩემი ოჯახი მოკვდა, შენი ერთადერთი სასჯელი სიკვდილია. შენ უნდა მოკვდე, დღესვე უნდა მოკვდე. და მე შენი ყველაზე დიდი საიდუმლო ვიცი, შენი განადგურებისთვის ისიც საკმარისია. მე თავს არ მოვიკლავ, მაგრამ შენ მოგკლავ. გონია რომ აქ სამუდამოდ გამაჩერებ. მაშინ სულელი ხარ. შენ, მე იმ დღესაც არ ვიყავი მარტო და არც ახლა ვარ. ვიღაც არის, ვინც აქედან გამოსვლაში დამეხმარება. ახლა ყველაფერი მესმის მე. რატომ უნდოდა მას ჩემთან ერთად დარჩენა? რატომ მე მეგობრებოდა? იმიტომ რომ ჩემი მოკლა უნდა. ერთხელაც კი არ მიეჭვია მასზე. რა სულელი ვარ მე. აფაი. ტაქსი ვერ ვიპოვე. დარჩი. დარწმუნებული ხარ? ერთი სამყაროა, სადაც ამბობენ, რომ თუ ეჭვი გაქვს, ნუ მიეკარებიო, მაგრამ მე მაშინ მივედი მასთან ახლოს, როცა ეჭვი მქონდა. მირეკავენ, ერთი წუთით გთხოვ. აქ ყველა იტყუება, არავის არ უნდა მიუნდობოდი, საკუთარ თავსაც კი. ხო, მე მის სახლში უკან დაუბრუნდი, ბარქას საერთოდ არ აქვს ეჭვი. მე ხო გითხარი, რომ თუ ის მოკვდება, პრობლემა მოგვარდება. ვერავინ ვერ იპოვის მის გვამსაც კი. მის გვამსაც კი ვერ იპოვიან, გესმის? გაახმოვანე მე ლუკიანა გაბრიანმა, თუ მოგწონთ ეს სერიალი, მაშინ აუცილებლად დალაიქეთ ის.